მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო, თქვენ კვლავ უყურებთ სასარგებლო პოდკასტს. მე თემო ვაშეკიძე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებით საფეხურის ხელმძღვანელი. ამ პროექტის ფარგლებში ვცდილობთ, რომ მარტივ და გასაგებ ენაზე სხვადასხვა საკითხები მიმოვიხილოთ, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ზოგადად სასკოლო საზოგადოებებისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ დიდი ბრიტანეთის ასოცირებული ნუტრიციოლოგი რუსკა ვამიჩავა. როგორ ხართ რუსკა? მადლობა. მიხარია თქვენ სტუმარზე. მადლობა სტუმრობისთვის. ვფიქრობ, რომ ეს თემა ახლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია მშობლებისთვის და არა მხოლოდ მშობლებისთვის. ზოგადად ნუტრიცია არ არის ესეთი ახალი დისციპლინაა, ესე რომ ვთქვათ, საქართველოში დიდი ხანი არ არის, რაც ამის შესახებ დაიწყო საუბარი და მარტივად რო ავხსნათ მისი არსი, ესე რომ ვთქვათ, რა არის ნუტრიციოლოგია, ნუტრიცია და რაში შეიძლება გამოვიყენოთ განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და მიხარია, რომ ამ თემაზე ესე ღიად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი გამოწვევაა და გვჭირდება ბევრი საუბარი ერთობლივი, ესე ვთქვათ, ექსპერტებსაც, სკოლის მიმართულებითაც ყველას. რაც შეეხება თვითონ ნუტრიციოლოგიას, ეს არის კვების მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კვების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სხვა დაავადებების და მდგომარეობის დროს. რაც შეეხება ბავშვებს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ბავშვები არიან ძალიან ფაქიზი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი ჩვენი მოსახლეობის. აქედან იწყება ესე რომ ვთქვათ, მაღაზიაზე ზრუნვა და საფუძვლების ჩაყრა. და გაცილებით მეტია თუ სწორ ჩვევებს თავიდანვე ხელშეუწყობს ბავშვს გამოიმუშაოს, ვიდრე ვთქვათ, რაღაც დასრულ ასაკში დიდებს ხშირად გვიწევს და გვიჭირს ამის რაღაცა ცვლილებების შეტანა. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური რამ ჯანმრთელობის არის კვება. ეს არ არის რაღაცა, რასაც ხანდახან იშვიათად ვაკეთებთ, ხო? დღეში რამდენჯერმე ვაკეთებთ და ჩვენი ენერგია სრულიად დამოკიდებულია იმაზე, რას მივაწვდით, რა უნდა გამოიყენოს ენერგიაც. ამ შემთხვევაში ბავშვებისთვის ეს ენერგიის გარდა უკვე საშენი მასალაც არის, ხო? გავითარების როგორც ვთქვათ, გონებრივი, ასევე ფიზიკური, ემოციური ასე. აბსოლუტურად მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ხშირად ძალიან დაუფასებელი კომპონენტია. და განათლებასთან ერთად განათლების მიღების პროცესში კვებას კიდევ ცალკე მნიშვნელობა აქვს ალბათ, იმიტომ რომ მე მახსენდება, ეხლა დარწმუნებული ვარ, თქვენც გაგახსენება ჩვენი სასკოლო პერიოდი, რა დროსაც ძირითადად მშიერი ესე რომ ვთქვათ, ბავშვებით ხასიათდებოდა, ხო, ეს პერიოდი მაგ დროს კვებას არ ქონდა. დიდი ყურადღება დათმობილი, სკოლის ბუფეტებიც მაგ მიმართულებით კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ იყო. ახლა ძალიან დიდი აქცენტი გეთდება, იმიტომ რომ კვება არის ენერგია, ენერგეტიკური ღირებულება და სასწავლო პროცესში დასწავლისთვის, სწავლის ქცევების გამოშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს თუ არა განსხვავებები ასაკის მიხედვით, აი მაგალითად 3-4 წლიანი ასაკობრივი კატეგორიის ბავშვების კვებას შორის და უკვე შემდეგ, როცა ზემოთ მივდივართ, ანუ საიდან უნდა დავიწყოთ ყველაზე პატარა, ესე რომ ვთქვათ, მინიმალისტური მცდელობები, სად შეიძლება რომ გქონდეს რომელი ასაკიდან, ესე რომ ვთქვათ, როცა უნდა დავიწყოთ კვებით, ჯანსაღყვებით თავისებურებაზე გამომუშავებაზე ზრუნვა, ესე რომ ვთქვათ. ძალიან სწორი აღნიშნეთ პირველ რიგში, რომ ზოგადად სწავლის უნარების გამომუშავებისთვის, კონცენტრაციისთვის, მეხსიერებისთვის, ყველაფერთვის უდიდესი გავლენა აქვს კვებას და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სხვადასხვა კომპონენტებს, მათ შორის ვარჯიში, ძილი, ყველაფერი ამას დარწმუნებული ვარ, არაერთხელ ვახსენებთ ჩვენი საუბრის დროს. რაც შეეხება თვითონ, როდის უნდა დავიწყოთ ამ ყველაფერზე ზრუნვა, რეალურად გაცილებით ადრე იწყება საერთოდ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს იწყება საერთოდ მაშინ, როდესაც ეს ვთქვათ, დედის ორგანიზმში არის ბავშვი და ძალიან დიდი გავლენა აქვს რეალურად თვითონ დედის გარემო როგორი დაგხვდება, ჯანმრთელობა და შემდეგ უკვე ამის გავითარება როგორ მოხდება. ამის შემდეგ აუცილებლად გამოვყოფდი, ვთქვათ, სკოლა შეიძლება ნაკლებად ეხება ეს საკითხი, მაგრამ ძუძუთი კვების თემას, რომელიც ვფიქრობ, რომ თუ არის საშუალება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს დედის მხრიდან, მაგრამ საუკეთესო ფუნდამენტია ბავშვის იმუნიტეტისთვის, ხოლო შემდგომ უკვე როდესაც დაახლოებით 5-6 თვიდან მყარი კვება იწყება, მაშინ დგება ის მომენტი, როდესაც უკვე პირველი კონტაქტი არის საკვებთან, საერთოდ იცნობს ბავშვი რა არის კვება და შემდეგ ყოველ ეტაპზე ახალი რაღაც ემატება. აი, როდესაც უკვე შემოდის 5-6 წლის ასაკის კატეგორია, იქ სახლის გარემოს გარდა ესეთი ყოველდღიური გარემო, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება ბაღის კომპონენტიც იყოს, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის თქვა ყველასთვის, მაგრამ შემდგომ უკვე სკოლის პერიოდი ეს მე მგონი ყველასთვის სრულიად ახალი ეტაპია.
ამიტომ ერთი თემა ხდება უკვე იქ რა ხდება სახლში და სახლში რა გარემო აქვს ბავშვს, კვების რა შესაძლებლობები აქვს, ვინ ზრუნავს ამ ყველაფერზე. სახლი ერთ ცალკე კულტურული თავისებურება, სადაც ყველა სახლის სხვადასხვანაირი ასე რომ ვთქვათ. აბსოლუტურად და სახლის წესები, იმიტომ რომ ყველა სახლს თავისი წესი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. უცებ მერე შემოდის ახალი ადგილი, სადაც ფაქტიურად თითქმის იგივენაირ დროს ატარებს, ცოტათი ნაკლებს ბავშვი ვიდრე სახლში. ამიტომ ის სკოლა როგორ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, გარდა ამისა, მშობლის მზაობა როგორი იქნება, ძალიან კომპლექსური საკითხია, ხო? ზოგადად კვებაში გამოვყოფდი, რომ არის სახლი, არის სკოლა და გარდა ამისა ასევე არის გარემო და სადაც უკვე არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, ჯანდაცვის სისტემა როგორია და გარდა ამისა საერთოდ გარემო მოსახლეობის რაღაც ზაობა და მიმღებლობა როგორია, ხო? იმიტომ რომ ეხლა პირველი ესე თემაზე რაც მახსენდება ხშირად არის, რომ სახლში შეიძლება იდეალური გარემო შევუქმნათ, მაგრამ ან ბავშვი სადმე წავა, ან სკოლაში შეიძლება ვინმეს რამე ქონდეს და იქ ცოტა უკონტროლო არასტერილურ გარემოში აღმოჩნდება და ეგეც სტერილურ გარემოს ვერსად ვერ შევქმნით, სადაც რაც ოჯახში გვაქვს. მაინტერესებს აი ბაღში როცა მივდივართ, ხო? მე თვითონ ბაღის სპეციალისტი ვარ და ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი თემაა, რომ ბაღში კვება არის ჩვენთვის ერთ-ერთი მიმართულება, ხო? ანუ თვითმოვლის უნარჩვების განვითარებასთან ერთად ჩვენ კვებასაც კვების უნარჩვებს, ესე რომ ვთქვათ, საკუთარი ხელით გადმოიღოს კოუზით, ასე შემდეგ თვითმსახურება განივითაროს. მაგრამ სანამ ბაღში მივალთ, მანამდე რა არის ესეთი ძალიან გავრცელებული, არ მინდა რომ ამას შეცდომა დავარქვა, იმიტომ რომ რეალურად ყველა მშობელი აღმოჩენების პროცესშია, ხო და არ შეიძლება მშობელი ამ მიმართულებით გავაკრიტიკოთ. ჩვენ როცა მშობლები ვიქნებით, ალბათ ჩვენც რაღაცა კონკრეტული შეცდომები გვექნება, მაგრამ რა არის ყველაზე, როგორ ვთქვა, ძირითადი თქვენთან მომართვიანობის სტატისტიკას თუ განვიხილავთ, ის ხელშემშლელი ფაქტორები ოჯახში, რაც ხელს უშლის, რომ სწორი კვებითი თავისებურებები ჩამოყალიბდეს. პირველ რიგში გამოვყოფდი ალბათ იმას, რომ ძალიან ბევრი რამის აკრძალვა ხდება და არათი იწყება ყველა წინადადება. საერთოდ ახალი მიდგომების მიხედვით ცდილობენ, რომ აღარ დაყონ რაღაცა კარგ და ცუდ საკვებად. ყველაფერი არის ახალი. ძალიან ზოგადია, ხო? ძალიან ზოგადია და საერთოდ აკრძალული ხილი გემრიელიაო არის ძალიან კარგი გამოთქმა, როგორც ბავშვებზე, ისევე დასრულებზე ზუსტად იგივენაირად ვრცელდება, იმიტომ რომ რაღაცაზე თუ გვეტყვიან, რომ საჭმელი იქნება თუ სხვა რამე რომ არ შეიძლება, პირველი შეიძლება ეგ გაგვახსენდეს და მუდმივად ამაზე გვეფიქრებოდეს და ბავშვებიც ზუსტად იგივენაირად მოქმედებენ. ამიტომ, როდესაც რაღაცის აღქმა ბავშვისთვის არის ნეიტრალური, რომ ყველაფერი საკვებია, მაგრამ იმას კი არ რაღაც ვუკრძალავთ, არამედ ვუხსნით და ასევე ჩვენ რაღაცა სახლის გარკვეულ წესებს ვახსნობთ. ვეუბნებით, რომ ეს საკვები შეიძლება ძალიან გემრიელია, მაგრამ ის არის სიამოვნებისთვის რაღაც პატარა ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ გვაქვს მთავარი საკვების, ესე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფი, საკმაოდ უამრავი მრავალფეროვანი ინგრედიენტით, რომელიც პირდაპირ გვეხმარება, რომ ჩვენი ხელები იყოს უფრო ძლიერი, უფრო მეტი ფეხბურთი ვითამაშოთ, უფრო მეტი ვიცეკვოთ, უფრო კარგად დავწეროთ რაღაცა, ვთქვათ, რაღაცის დავალება ვიანგარიშოთ. ამიტომ ბავშვებს უნდათ ძალიან კარგი ახსნა და არა უბრალოდ არასტყმა. მაგრამ სანამ მაგალითად ახსნამდე მივალ და სანამ მაგალითად თვითონ ბავშვი მივა იქამდე, რომ აი ხშირად იციან ხოლმე არ მინდა და რან ხელით გაწევენ ასე. სანამ აქამდე მივალთ, ყოველთვის ხომ მშობელმა იცის, პირობითად სანამ მეტყველებას დაიწყებს მაგალითად ბავშვი, ყოველთვის ხომ მშობელმა იცის რა უფრო პრიორიტეტულია ბავშვისთვის, ხო? ნუ შეიძლება იქაც უშვებდეთ რაღაც შესაძლოა პროდუქტს არასწორად ვარჩევთ ასე შემდეგ, მაგრამ ვიცით რომ მაგალითად პირობითად ვიძახი, შეიძლება ძალიან კიტრი ან ბოსტნეული რაღაცა სასარგებლოა. ამ შემთხვევაში ანუ შეთავაზება რამდენად აქტიურად უნდა მოხდეს სანამ გადავალთ უკვე პროტესტის ფაზაში რა იმიტომ რომ ბავშვი პროტესტის ფაზაში როცა გადადის შეიძლება დაუფიქრებელად კითხოს რაღაცაზე არა ხო ანუ მაგ შემთხვევაში ჩვენი მიდგომა როგორც მშობლების როგორც უფროსი ადამიანების რა უნდა იყოს როგორ უნდა ვთავაზობდეთ ამ საჭმელს ისე რომ თანაბარ როგორ თქვა თანაბარი მიმღებლობა განუვირთადეს ყველა პროდუქტის მიმართ პირველ რიგში ვიტყოდი რომ ასევე რაც დასვლობაში ხშირად ჩანს შემდეგ ეს გამოწვევა იმის რომ მაგალითად კონკრეტული რაღაც საკვები არ მოწონთ რაღაც ფორმით ეს იწყება ძალიან ბავშვობაში. მაგალითად თუ ყველაფერს მუდმივად აჭმევენ ბავშვს დაბლენდერებულს, რაღაცა ფაფის ტექსტურის, არანაირად შეიძლება არ მოწონდეს ისეთ ფორმაში, რომელიც მოითხოვს ან დაღეჭვას, ან რაღაცა უცებ ზედმეტ ძალისხმევას. ხო, ზედმეტ ძალისხმევას, ყოველ ჭამაც რეურად საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. ამიტომ ჯერ ერთი ბავშვი რაღაცას იცნობს, ძალიან მნიშვნელოვანია თვითკვების მეთოდი ახლა, რომელიც ძალიან პოპულარულია, რომ ბავშვმა აიღოს და რაღაც დაათვალიეროს. აი თუნდაც ავიღოთ ვაშლი, ხო? თუ იმას მივცემთ რაღაცა ხილფაფის სტრუქტურით, იმას არ ეცოდინება, ის რეალურად თავდაპირველი ფორმა არ არის. უბრალოდ ხელში დაიჭიროს
დაუვარდეს ხმა გაიგოს, მაგარი რბილია, ფერი აღიქვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენ ახლა დასრულება კი ვიცით ვაშლზე, პირდაპირ ჩვეულებრივ ვაშლის ვიზუალი გვახსენდება, მაგრამ იმან არ იცის, იმან უნდა გაიცნოს. იგივე ჩვენ რო ახალ პროდუქტს ჩინჯავს, ჩვენ პირველი ალბათ დასურვა და დათვალიერება. ხო, ვიზუალურად რაღაც თუ არ მოგვეწონება და ვერ გავიგებთ, ესე პირდაპირ კოუზით რო რაღაცა მოგვიზრდოს, სავარაუდოდ არ მოგვეწონება. ამიტომ აი ამის გაცნობა სხვა პროდუქტებზე და ხშირი შეთავაზება სხვადასხვა ფორმით მე იქ უკვე თუ ერთი რაღაც არ მოეწონება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ხშირად არის ხოლმე, რომ ბოსტნეულზე თუ რაღაც არ მოწონთ, უბრალოდ აი მაგალითად კიტრის, სტაფილოს, ბულგარული წიწაკის ჭხირები შეიძლება დაუჭრათ და იდოს მაგიდაზე. არაფერი არ შეუმჩნია. მოხდეს მხედველობის არეში ეს არის. უბრალოდ იდოს. შეიძლება ერთი დღე გავიდეს, ორი დღე გავიდეს, შევთავაზოთ უარი გვითხრას და აი რაღაცა 50-100 ცდაზე უცებ თვითონ გასიმიოს. ამიტომ ეს და არ უნდა დაგვიზაროს მშობლისთვის ეს რა თქმა უნდა უამრავი მოთმინების, ძალისხმევის თემა, მაგრამ არანაირად არ უნდა გამოვტოვოთ და არ მივცეთ რაღაცა საშუალება ბავშვს რომ პირდაპირ უარი. და თუ ვერ ვითმეთ, მე რეჩნდება რომ ეს ამას არ ჭამს, მაგალითად წვნიანებს არ ჭამს, კიტრს არ ჭამს, სტაფილოს არ ჭამს და ასე შემდეგ. ძალიან სწორ რაღაცას შეეხეთ. განათლებაში ეგრე არის ხო? ან ბავშვი 1000 ჯერ უსვებს შეცდომას და ჩვენც რაღაცნაირად არ უნდა დავიღალოთ ამ პროცესში. და სანამ რაღაცა საუკეთესო სცენარამდე არ მივალთ, მცდელობები არ უნდა დავაკლოთ. აუცილებლად დავამატებ ბოდიში თუ შეიძლება. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არ ვახსენე, რომ მშობლობა უამრავ კომპონენტს მოითხოვს, ერთ-ერთი ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამ შეიძლება იყოს ცხოვრებაში. მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რომ მშობელი არის ბავშვისთვის ნომერ პირველი მაგალითი. პირველი რითაც ერთად აღქმა ხდება ნებისმიერ რაღაცა მოვლენის, რეაქციის, ჩვევის პირველი რაც ხედავს და მშობელი. ამიტომ ჩვენ თუ რაღაცა ეს ვთქვათ, წასახემსებლები, რაღაცა ჩიპსი არა მე ისეთი გვექნება მუდმივად სახლში, რომელსაც შევჭამთ და მათ ბოსტნეულს შევთავაზებთ. ავტომატურად გადადის ეს ქცევითი პატერნი ბავშვზე. ძალიან დიდი პროტესტი იქნება. ამიტომ საერთოდ მშობლის მიდგომა და ცვლილება, რაც ოჯახში ხდება, ავტომატურად კარგად მოქმედებს ბავშვზე. ამიტომ იმას უფრო აადვილებს, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ბავშვს რაღაცნაირად გაუფრთხილდეთ თავიდანვე ეს გარემო შევუქმნათ, ჩვენ ჯანმრთელობაზეც კარგად იმოქმედებს ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა არ გიყვარდეს ბროკოლი, რა. მე ხშირად ჩემ ბავშვებთან მართლა ეხა ვერ გამოვირჩევი ბროკოლის დიდი სიყვარულით, თუმცა ძალიან ხშირად, ალბათ არ ვიცი, როდესაც მქონე ყოველთვის პირველი მე გამისინჯავს და შემდეგ რაღაცა ბავშვებისთვის ძალიან ისე გამიჟღერები რა, ურა გემრიელი და რაღაც ისტორიას მოგვიფიქრები და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ როლ მოდელი როგორც მასწავლებელში, ასევე მშობელში ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელი თუ არა, არის თუ არა ყველაფრის ჭამა, ანუ აი მშობლის საუკეთესო სცენარი როგორი უნდა იყოს, რომ აი სად უნდა იყოს ჩვენი კმაყოფილების ყოფილი, რომ აი ყველაფერს ჭამს, თუ აი არაფერს არ ჭამს და მაიწვნიანი თუ შეჭამა, it's okay, მე უკვე კმაყოფილი ვარ. რომელი ასაკიდან და საერთოდ ანუ ჩვენი ესე რომ ვთქვათ მენიუ როგორი უნდა იყოს, ყველაფერს უნდა მივირთმევდეთ, რაღაც კონკრეტულ პროდუქტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ აი მაგ მიმართულებით რა შეიძლება რომ შეჩვენოთ. მრავალფეროვნება ზოგადად არის ძალიან ესე ვთქვათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თვითონ სიტყვა ხო, მრავალფეროვნება, რომ სხვადასხვა პროდუქტი უნდა შედიოდეს. ქართული სიტყვა კიდე იმიტომ მომწონს, რომ ბოსტნეულზე ძალიან კარგად ვრცელდება, რომ სხვა ფერებს რო შეიცავს, ყველაზე კარგია იმ კუთხით, რომ კონკრეტული ფერი ხშირ შემთხვევაში არის პასუხისმგებელი კონკრეტულ ანტიოქსიდანტზე. აი მაგალითად ლიკოპენე არის ესეთი, რომელიც წითელ პროდუქტებში გვხვდება, მაგალითად პომიდორში არის ძალიან აქტიურად და ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. და ასევე ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის სხვადასხვა ფერის და რაღაცა სახალისო ტექსტურის პროდუქტები. ფერებით აღიქვამენ სამყაროს და ფერებით ხდებიან ესე. ამიტომ ზუსტად ბროკოლზე რაც ახსენეთ, თუ რაღაც არ მოგწონს, ისიც უნდა ვალიდური გავხადოთ ბავშვისთვისაც, რომ გემოვნების ამბავია, შეიძლება რაღაც ერთი არ მოგწონდეს და ამით არაფერი არ დაშავდება, მაგრამ ამის გარდა უამრავი სხვა ბოსტნეული იქნება ხილი თუ სხვა პროდუქტები, ძალიან ბევრი რამე არსებობს. მაგრამ აი პრაქტიკაში მაგალითად ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ბროკოლი აუცილებლად საყვარელი პროდუქტი გავხადოთ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მაგ შეცდომას ხშირად მასწავლებლები უშვებენ ხოლმე, რომ ანუ ბაღებში განსაკუთრებით, რომ აი ჩემი საუკეთესო მიზანია, რომ ამ ბავშვმა ბროკოლის ჭამა დაიწყოს მაგალითად და შეჭამოს რა. რეალურად რაღაც პროდუქტი რო გავხადოთ ბავშვის საყვარელი პროდუქტი, ვფიქრობ შეუძლებელი თემაა, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ახლა ვიღაცამ რო გითხრას, რომ ეს პროდუქტი უნდა იყოს შენი საყვარელი და ხვალიდან სულ ეს ჭამო
ძალიან უცნაური იქნება. ამიტომ რაც უფრო მრავალფეროვანია სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება, ბავშვი თვითონვე მიგვხვედრებს რა არის მისი საყვარელი პროდუქტი. გემოვნება რეალურად როდის ყალიბდება მაგ მიმართულებით? ზუსტად მაშინ, როდესაც იწყება ყარიკვება, უფრო მრავალფეროვანი ხდება. ნუ მანამდე რაღაც კონკრეტული ვთქვათ, დედის რძე იქნება, ამ ფორმულა იქნება, იმას ვთქვათ ხელოვნური საკვები თუ არის, ხელოვნური კვება, იმას სინჯავს ბავშვი, მაგრამ შემდეგ უკვე ხდება აღქმა ამ პროდუქტების, ასევე სტრუქტურის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დასრულებში ძალიან ხშირად როდესაც მომართავენ, არ მოწონთ კონკრეტული რაღაცა რბილი, აი ხაჭოზე არის ხომ ხშირად აღნიშნავს, რომ ხაჭოს ტიპის პროდუქტი, რაღაცა რბილი, ესეთი ცოტა კრემოვანი არ მომწონს, იმიტომ რომ ხშირად აი რომ სხვა სტრუქტურის რაღაც საკვები გამოტოვებულია, ან შეიძლება ის ხილფაფები იყოს სულ და აღარ უნდა არაფერი მსგავსი, ან ნუ რა თქმა უნდა შეიძლება ისედაც არ მოწონდეს, ამაში არაფერი არ არის ისეთი, მაგრამ აი რაც უფრო მრავალფეროვანია, ის უფრო გვიცავს იმისგან, რომ შემდეგ მსგავსი ტიპის რაც picky eaters ვეძახით, ნაკლებად იქნება ბავშვი, თუმცა მრავალფეროვნება, ეხ ბოსტნეულზე გავამახვილეთ ბევრი ყურადღება, არ ნიშნავს მხოლოდ ბოსტნეულს, ხო? არ უნდა გამოგრჩეს ნახშირწყლები, რომელიც ენერგიის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მთავარი წყაროა, რომ კალორიული ბალანსიც მიიღოს ბავშვმა, ესე ვთქვათ, და ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ხელშეწყობა გარდა ამისა უამრავი ნუტრიენტის წყაროა და გარდა ამისა ასევე ცილები და ცხიმები. ნუ ცილები ვიცით, რომ საერთოდ საშენი ერთ-ერთი მთავარი მასალა არის და ყველაფერში ჩართულია და დღევანდელ თანამედროვე კვებაში ხშირ შემთხვევაში ცილების ნაკლებობა გვაქვს სამწუხაროდ და ასევე ცხიმები, რომელიც კი არ უნდა გვეშინოდოს ცხიმების პირიქით, ჯანსაღ ცხიმებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და საერთოდ აი ომეგა-3 და ჯანსაღი ცხიმები რაც გვაქვს, პირდაპირ არის პასუხისმგებელი გონების განვითარებაზე. აი picky eater-ი ახსენეთ, ხა იქ ბუნებრივად უნდა შევეხოთ მაგ საკითხს, იმიტომ რომ სკოლაში იწყება მაგ მიმართულებით ძალიან დიდი აღმოჩენების პროცესი, რომ საერთოდ სკოლაში ხა პირველიდან მეხუთე კლასამდე ვიგულისხმებ, რომ კვებაზე როცა ავდივართ, მაგალითად კვებაზე როცა აქვს მოსწავლეები, მასწავლებლის მიზანი არ არის, რომ რაღაც ბავშვი ჭამა დააწყებინოს ბუნებრივ, იმიტომ რომ კვებისთვის არის განსაზღვრული დრო, თუმცა მე ყოველთვის ჩემს თანამშრომლებს ვეუბნები ხოლმე, რომ იცით შეთავაზეთ, ხო, მინიმუმ ჩვენი კეთილი ნება გამოვხატოთ იმ მიმართულებით, რომ შეთავაზეთ. რა იწევს ყველაზე მეტად მაგ მე ვფიქრობ არსებობს რაღაც კონკრეტული მიზეზები, მათ შორის ცოტა სტერეოტიპულიც, რომ არა თანმიმდევრული გარემო, არა სტრუქტურიზებული გარემო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რამე დაკითხოთ, რომ ეს picky eater-ი შეიძლება სამედიცინო მიმართულებითაც იყოს გამოწვეული და შეიძლება უბრალოდ ქცევითი პატერნი იყოს, ხო? ყველაზე გავრცელებული მაგ მიმართულებით რომელი მიზეზებია, ესე რომ ვთქვათ. უფრო ვიტყოდი, რომ ეს არის რაღაცა ჩვევა, ან რაღაცა აი ამ სხვა საკვების გასინჯვის ნაკლებობა იმ კონკრეტულ რაღაც ძალიან დასაწყის წლებში. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე სკოლასთან ერთად რაც შემოდის, როგორც როლ მოდელი არის სახლში მშობელი, იქ უკვე საუკეთესო მეგობარი, ბავშვები, იმათ მიმართ მიმბაძველობა ძალიან იზრდება. ამიტომ შეიძლება რაღაცა მოწონოს, მაგრამ ვიღაცამ რაღაც არ ჭამოს და რაღაცა კარგი მათ აღმოაჩინოს ბავშვმა, რომ იმას თუ არ ჭამს, უფრო რაღაც კარგი ტიპია, მოდი იმ ჟარგონს ვიხმარ და გადაწყვეტოს, რომ მოდი მეც ესე გავაკეთებ. ამიტომ აი ეს პროცესი, იმიტომ რომ იქ უკვე სხვადასხვა სახლის წესები, სხვა ჩვევების ადამიანები ერთად-ერთიანდებიან. გარემო თავის ზეგავლენას ახდენს, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ სკოლისთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად ზოგადად ამ თემას ყურადღება მიაქციოს, ბევრი ველაპარაკოთ მუდმივად ბავშვებს და რა თქმა უნდა, ბავშვების გარდა მშობლებსაც. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროდ მშობლებში ინფორმირებულობა ჯანსაღ კვებაზე, სწორი ინფორმაციის და სანდო ინფორმაციის ძალიან დიდი ნაკლებობა გვაქვს. ასევე შემიძლია პირადი ჩემი სადოქტოროს კვლევა იყო ლონდონში, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამის მასალების სტატიები იქნება ცოტა ხანში ხელმისაწვდომი, დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის საინტერესო იქნება. დაახლოებით 400 მშობელთან მქონდა სამთვიანი და პლუს მე 2 თვიანი, დაახლოებით 9 წლიანი მუდმივი ჩართულობა და კვლევა და შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კომენტარი შეხვედრების დროს მშობელისგან იყო ის, რომ ხილის ძალიან შეზღუდვას ცდილობდა, იმიტომ რომ ეს იყო ჭარბი შაქრის წყარო. და ამავდროულად იყო ასევე პასუხად ისიც, რომ შოკოლადის და სხვა ტკბილეული შემცირებას ვერ ახერხებდა, თუმცა
ხილს აღარ თავაზობდა დამატებით. ხილის იმას ახერხებდა ესე. ხილის შემცირებას ახერხებდა. სავარაუდოდ ბავშვს შოკოლადის ჭამა ერჩივნა, მაგრამ აი ამ მასალების მიწოდება, რომელიც არის როგორც ვიზუალური, ასევე სიტყვიერად, ბევრი თქვათ, მუშაობის შედეგად, როდესაც უყვები მშობელს, რომ იცი ხილის მირთმევა ამაზე, გავლენას ახდენს კონცენტრაციაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საუზმე და ამასაც დარწმუნებული ვარ შევხვდებით. ნელ-ნელა ძალიან შეიცვალა მშობლების დამოკიდებულება და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად რაღაცა ღია აღმოჩნდა მშობელი ამის ცვლილებისადმი, ვიდრე მე წარმოვიდგენდი, რამაც ძალიან გამახარა, ამიტომ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მუშაობს, უბრალოდ კომპლექსურად, საერთოდ მთელი რაღაც სახელმწიფო დონეზე ჩასატარებელი კამპანიის რაღაცნაირი ფორმატი ჩასაწყობიერების ამაღლების ამბავი წეგან დასაწყისში ახსენეთ, რომ ზოგადად გარემოც ხელშემწყობი უნდა იყოს რა მშობლისთვის, იმიტომ რომ მშობელი ცალკე ამ რაღაცა პროცესებში თვითონ რო გამოერკვეს ძალიან რთულია, თუ გარემოც არ გიწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ რაღაცა ჩვენი საუბარი თუნდაც ხო ამ თემაზე რაღაცა პატარა აგურს შეიტანს დადებს მაგ ნაწილში, რომ ცოტა ცნობიერება ავამაღლოთ. საუზმეს შეეხეთ ბუნებრივია და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ როგორ უნდა იყოს რაღაცა კვების რეჟიმი განაწილებული დღის განმავლობაში. ეს ხა უცებ გამახსენდა ერთი სასაცილო ფაქტი გუშინ. ჩვენ დილით გვაქვს ხოლმე საუზმე სკოლაში პირველი გაკვეთილის მერე 10 წუთიანი კვება გვაქვს და ყველა ბავშვს სახლიდან მოაქვს რაღაცა კონკრეტული ლანჩბოქსი რა. და ამ ლანჩბოქსში არის გადანაწილებული ხშირ შემთხვევაში სწორად, ნუ ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ ახლა რომ მოგიყვებით, ხშირ შემთხვევაში არასწორად. ერთ-ერთ ბავშვს ლანჩბოქსში ედო ხინკალი მოკლედ. ხო და ისე გემრიელად მიირთვა და თავის კლასელებსაც გაუზიარა და ისეთი კარგი იყო მოკლედ რომ ძალიან იხალისეს, მაგრამ მეორე ნაწილი არის რომ იმ მომენტში რამდენად ჭირდებოდა ხინკალი, ხო? ანუ აი რაღაცა დილის 9 საათსა და 40 წუთზე რამდენად ჭირდებოდა ბავშვს ეს. ანუ მაგ დროს პროდუქტებს ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ხო? დილით მაგალითად არსებობს ალბათ შუადღის ფაზა, ალბათ საღამოს რა უნდა მივირთვათ, რომ რაღაცნაირად ჩვენი ნივთიერება დაცვა და თუნდაც ემოციური მდგომარეობა, იმიტომ რომ ალბათ გადაჯეჭული ეგენი ერთმანეთზე, ცოტა ის იყოს სტაბილური. როგორ უნდა იყოს დღის რეჟიმი განაწილებული და რა უნდა შედიოდეს პირობითად საუკეთესო სცენარში, საუზმეში, სადილში მაგალითად ვახშამში? ხო, საერთოდ საუზმის თემა არის ძალიან ხშირ შემთხვევაში გამოტოვებული და ძალიან მიხარია, რომ თქვენთან სკოლაში აქვს ბავშვს ამის საშუალება ცალკე გამოყოფილი დრო, რომ შვიდად თქვათ ისაუზმოს, იმიტომ რომ დილას ხშირად მშობლისთვისაც რთულია, საკმაოდ თქვათ ადრე იწყება, სამსახურია, საცობები, ბევრი სხვა თემა. აქედან გამომდინარე, კვლევები არსებობს, რომელიც პირდაპირ ძალიან თვალსაჩინოდ აჩვენებს იმას, რომ კონცენტრაციის და მახსოვრობის უნარი დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი, როდესაც ბავშვი სისტემატიურად საუზმობს. და საერთოდ რა ვიყოთ დილიდანვე ამდენი ახალი ინფორმაციის მიღება ხო ბავშვისთვის რაღაცა ღრუბელივითაა, რომელიც ისრუტავს სრულიად ახალ ინფორმაციას, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში კიდე უამრავი ახალი რამე შემოდის. ეს უხდება იმის ყვალობაზე, რომ რეალურად ენერგია ბავშვს არ აქვს და თან რაღაცა დაღლილია და შეიძლება ეძინება და სულ არ უნდა გაკვეთილზე ვთქვათ ჯდომა, ძალიან რთული ხდება ეფექტური გავხადოთ იმ მასალის ვთქვათ ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ საუზმე აუცილებლად გვჭირდება და რა უნდა იყოს საუზმე, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან დიდი რაოდენობით ტკბილეული. ეს შეიძლება შოკოლადის უარი იყოს, მაინც იყოს, აი სიმინდის ფანტელები რაც არის რძესთან ერთად ხომ? ეს თუ არ ვცდები ნესტლე იყო, ვინც დაიწყო მრავალი წლის წინ და მაშინ იყო ძალიან დიდი აღმოჩენა და ასევე სხვა ბევრი კომპანიის ისაღები ფორმა შესთავაზა, ესე რომ ვთქვა. საკმაოდ სხვა ნესტლეს გარდა სხვა უამრავი კომპანიის დაფინანსებულიც იყო მსგავსი ტიპის პროდუქტების შექმნა, რომ როგორც ჯანსაღი საუზმე, ისე შექმნილიყო მსგავსი ტიპის რაღაცა რიტუალი იყო ფაქტიურად და იმდენად დამყარდა რეალურად ეს საკვები, რომ ბევრისთვის რაღაცნაირად ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ რეალურად მსგავსი ტიპის საკვებში თუ ეს რაღაცა არ არის უფრო სხვანაირი და შეიძლება გრანოლა იყოს სახლში მომზადებული, ბევრად უკეთესი და იმას ნაკლებად ვეხები, მაგრამ დიდი რაოდენობით თქვათ სიტკბოდილიდან, რა თქმა უნდა, ენერგიას იმწევს აუცილებლად იგზნობს ბავშვი და შეიძლება გემოზაც ძალიან მოწონდეს. მაგრამ რეალურად ეს არ არის სტაბილური ენერგია, ხო? რაც არის მარტივი ნახშირწყლები, მაგალითად დამატებული შაქრით, რომელსაც არც უჯრედისი აქვს, არც მაინდა-მაინც ცილა, არაფერი სხვა დამატებით, უბრალოდ სიამოვნებისთვის გემრიელია.
იწვევს შაქრის დონის სწრაფად ცვლილებას სისხლში, ანუ უცებრო ჩვენც რო შოკოლადს შევჭამთ, გონია რომ ბევრი ენერგია გვაქვს და ძალიან მალევე ის ენერგია აღარ არსებობს. მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მოკლევადიანი. განსხვავებით, თქვათ, რთული ნახშირწყლებისგან, რაც შეიძლება იყოს იგივე, თქვათ, კარგი ხარისხის რაღაცა მთელმარცვლოვანი პური, ან ჭვავის პური მსგავსი ტიპის, სადაც შეიძლება რაღაცა სენდვიჩივით იყოს და არ დაგვეუწყდეს, რომ ნახშირწყლები ოღონდ ამ ყოველთვის ერთი კომპონენტია. აუცილებლად გვჭირდება ცილა და აუცილებლად გვჭირდება ცხიმი და კვერცხი არის ხოლმე ჩემთვის საუკეთესო მაგალითი, რა შეიძლება იყოს საუზმე, იმიტომ რომ ცილას და ცხიმს ძალიან კარგად შეიცავს და დანაყრებასაც კარგად განსაზღვრავს. სადილის ნაწილში, ანუ თქვენ ახლა მაგალითად მხოლოდ საუზმეს შეეხეთ თუ სადილის ნაწილშიც ზუსტად იგივე ბალანსი უნდა გავითვალისწინოთ და მათ შორის ვახშმის, ხო? ანუ ცილის, ნახშირწყლის და ცხიმის ბალანსი სამი კვებაზე თანაბრად მნიშვნელოვანია თუ არსებობს რომელიღაცა კვების პერიოდი პირობითად, რომ აი მაგალითად საღამოს უმჯობესია რომ ნაკლები ცილა მივირთვათ მაგალითად. არ ვიტყოდი რომ რამე კონკრეტულად ესე არსებობს. თავარია რომ საერთოდ თეფს რო დავხედავთ ცილაც, ცხიმის და ცილაც, ცხიმიც და ნახშირწყალიც ამოვიცნოთ თეფშზე. რაც უფრო ფერადი იქნება და ბოსტნეულის მხარეს ბევრი პროდუქტი შეგვხვდება, ის კიდე უფრო უკეთესია. თუმცა არ უნდა დაგვეუწყდეს რომ წამყვანი განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში ყოველთვის არის რთული ნახშირწყალი, დაახლოებით ვიტყოდი 45-65% უნდა იყოს. შემდეგ დაახლოებით 20-30% არის ცხიმი და დარჩენილი შემდეგ არის ცილა, რომელიც ასევე არის ხოლმე დაახლოებით თქვათ 25-30% სადღაც. არ უნდა გამოვტოვოთ არც ერთი კომპონენტი, იმიტომ რომ ყველა კომპონენტს აქვს თავისი დანიშნულება. ენერგიისთვის ერთ-ერთი კრიტიკული არის ნახშირწყალი. დანაყრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცილა და ეს ყველაფერი რო დიდხანს შეგვინდა რჩუნდეს, ამაში უკვე შემოდის ცხიმი. ეს რა თქმა უნდა შეგრძნების დონეზე, თორემ ეხლა ნუტრიენტული კუთხით იქ ყველას ძალიან კიდე თავის მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არც ერთი კომპონენტი არ უნდა გამოვტოვოთ. გარდა აი ამ ძირითადი პროდუქტებისა, არ უნდა დაგვეუწყდეს წახემსების მნიშვნელობა. იმიტომ რომ ხშირად დიდი შუალედია და წახემსება არ არის სრულფასოვანი კვება, ეს არის ენერგიის განახლება. განახლება რაღაცა, ჩვენ რაღაცა გონებასაც რო უცებ რაღაცა ენერგია მოემატოს ფიზიკურათაც და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლს ასრულებს, გვიცავს მომდევნო კვებაზე გადაჭარბებული, რომ ეს თქვა დიდი რაოდენობით საკვების მიღება ნაკლებად მოხდეს. იმიტომ რომ თუ ძალიან დიდი შუალედია და ბავშვსაც ძალიან მოშივდა, იქ უკვე რას შეჭამს ძალიან მეორე ხარისხოვანი ხდება. მთავარი რაც შეიძლება მალე მიიღოს საკვები. საუკეთესო lunch box-ის ვერსია რო წარმოვიდგინოთ, აუცილებლად უნდა გქონდეს ცხადია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ასევე რაღაც წასახემსებელი, როდესაც ბავშვს რაღაცა შუალედურად მოუნდება, რომ ცოტა ასევე lunch box-ზე არ უნდა დაგვაუწყდეს ის ელემენტი, რომ lunch box-ი უნდა იყოს მარტივად ტრანსპორტირებადი პროდუქტები, მალფუჭებადი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნუ ზაფხულში უფრო მეტად მნიშვნელოვანია კიდე ეს თემა, მაგრამ ზამთარშიც ყველგან თბილა, ხო? ამიტომ ეს თემა უკვე უსაფრთხოებაზეც გადის და ესეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. იდეალური lunch box-ი, როდესაც უფრო რაღაცა ბავშვებისთვის ასევე როგორ შეჭამს იმ პროდუქტს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აი ან ვრაპის ტიპის, ან სენდვიჩის ტიპის მათთვის ყველაზე კომფორტულია. სიამოვნებით თქვათ, ვიტყოდი რომ შეიძლება იყოს კარგი, თქვათ, სენდვიჩი მთელმარცვლოვანი პურით, მაგალითად ქათმის ხორცით, ოღონდ აქ დამუშავებულ ქათმის ხორცს არ გულისხმობ თქვათ სახლში. გამომცხვარი, შემწვარი მოხარშულება შეიძლება იყოს და თქვათ ნაჭრები მისი გამოყენებული, რომელსაც შეგვიძლია რაღაც соуსი გაუკეთოთ იგივე ან საწებელთან ერთად, იგივე ზოგს უყვარს ან ავოკადოსთან მსგავს პროდუქტთან ერთად შევურიოთ და აუცილებლად გვერდზე ბოსტნეულის ჭხირებს და ვუწყობდი ზოგჯერ რაღაცა ყველის ნაჭრებსაც ურავენ ამ ყველაფერს და რაც შეეხება წახემსებას უკვე ყველაზე მარტივი წასახემსებელი ზოგადად არის ხილი. არაფერი არ ჭირდება, შეგვიძლია ჩავაგდოთ პირდაპირ ჩანთაში და ბავშვმა შემდეგ თქვათ ან ადგილზე გარეცხოს ან სახლში კარგად გავრეცხოთ და რაღაცა პატარა შეფუთოში. ხილეულობა რამდენად ისეთი ეფექტურია. ზოგადად ჩემი სახემსებელი და ყოველთვის ბავშვებსაც იგივეს ვიტყოდი, არის ხილი და თხილეულის გაერთიანება. იმიტომ რომ ხილი არის ნახშირწყლები, უჯრედისით საკმაოდ კარგად აქვს და იმას თუ გავაერთიანებთ თხილეულთან, რომელსაც აქვს ცილა და ცხიმი და კიდე უამრავი სხვა ნუტრიენტი, როგორიცაა მაგალითად სელენიუმი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგ კომბინაციას ქმნის, რომ სიტყვაზე ერთი ვაშლი რო ვჭამოთ, შეიძლება მართლა ძალიან მალე მოგშვიდეს. თუ პატარა თხილეული მაინც დაემატება, რომელიც კალორიულად საკმაოდ ღირებულია, თუმცა ხილს სამაგიეროდ მოცულობა აქვს, ძალიან კარგად ერთიანდება რაღაცა full package-ით.
როდესაც ვიღებთ, ხო? უფრო ხრაში უნდა არის, უფრო ბავშვებსაც მოწონთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ალერგიის შესახებ ვიცოდეთ და ასევე ბავშვი თუ სხვას უწილადებს, ისინი იყვნენ გაფრთხილებული, იმიტომ რომ თხილეული ზოგადად განსაკუთრებით არაქისი, მიწისთხილი, განსაკუთრებით ალერგიულია და უბრალოდ ეს ინფორმაცია ბავშვს უნდა გავუზიაროთ სხვებზეც და თავის თავზეც. სკოლაში და სახლში ეს პროცესი რამდენად უნდა დაემსგავსოს ერთმანეთს? აი გქონია მაგალითად შემთხვევები, რომ გაგვიგია, რომ ესეთი რჩევა არსებობს, რომ სკოლაში მაგალითად სკოლის მენიუ რომ არის და რომ არ მიირთმევს მაგალითად, შეიძლება რომ სახლშიც მაგალითად ცოტა გააერთგვაროვანო, სახლში შემოიტანო მაგალითად სკოლის მენიუ და რაღაცა კონკრეტული კერძები, რომ რაღაცნაირად აღქმა მისთვის ცოტა გააერთგვაროვანდეს. როგორც ქცევის მართვაზეა მაგალითად სკოლაში თუ არ ვაძლევთ უფლებას, რომ 20 წუთზე მეტი ეკრანთან გაატაროს და ისეთ აქტივობას არ გეგმოთ, ვურჩევთ ხოლმე რომ სახლშიც იქნება ეს მიმართულება დარეგულირებულოს. კვება თუ ექვემდებარება მსგავს ესე რომ ვთქვათ დარეგულირებას. ხო, საერთოდ სკოლისთვის, რადგან მე სკოლის კვების თემებზე მიმუშავია, ძალიან რთულია ისეთი რაღაცის შექმნა, რაც ინდივიდუალურად ყოველს მოერგება, შეუძლებელია ფაქტიურად. მაგრამ ბავშვისთვისაც რაღაცნაირად იმის ახსნა, რომ ეს არის იმ წუთას მისი ცხოვრების, ვთქვათ, სახლი და სკოლა ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და როგორც ვთქვათ, დასრულებს აქვს სამსახური, ისე მისთვის სამსახური იმ წუთას არის სკოლა, აი ამის გააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან რთულია იქ რაღაცა ბოლომდე გავაერთიანოთ, ვიტყვი რომ შეუძლებელია, მაგრამ ის რომ იქაც უნდა მოვძებნოთ, თუ რაღაცა არ მოწონს ბავშვს, რა თქმა უნდა, მშობელს ან სკოლაში უნდა დააფიქსიროთ, მაგრამ ვიპოვოთ რაღაც გამოსავალი და ასევე სახლში შეგვიძლია რაღაც შევქმნათ, აი უფრო ლაპარაკის და ახსნის დონეზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ესე მთლიანად ცვლილება ძალიან რთული იქნება, ფაქტიურად შეუძლებელია მსგავსი რამ, მაგრამ სკოლები უმეტესად რასაც მიმართავენ, რაღაცა ნეიტრალური კომპონენტები მაინც არსებობს იმ საკვების, რომ იქიდან რაღაცის ამორჩევა თითქმის ყოველთვის არის შესაძლებელი. თუმცა აი კულტურული განსხვავებები, ასევე თუ რაღაცა უცხოელი სტუდენტებიც ხო მოსწავლეები არიან, რეალურად ძალიან დიდია. უზარმაზარი ეს განსხვავება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ისიც ვასწავლოთ, რომ სხვადასხვა კულტურის პატივის თემა უნდა იყოს, საერთოდ საკვები ხშირად გვაუწყდება, რომ მარტო ენერგიის წყარო არ არის. სიამოვნების, კულტურის გაცნობის, მოგზაურობის უამრავი რამე. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაგალითად კომუნიკაციის ტურიზმი ეგრე განვითარდა ალბათ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. აბსოლუტურად, ამიტომ თუნდაც სხვა რაღაცა კულტურის გაცნობის, თუნდაც იქ თუ უცხოელი მოსწავლე არის, მისი საკვები როგორია, აი ამით დაინტერესება, იმდანაც მოწონთ ხოლმე ბავშვებს, რომ შემდეგ შეიძლება რაღაცის გასინჯვაც მოინდომოს ან რაღაცნაირად იფიქროს იმაზე, რომ თუნდაც მისი რაღაც სტანდარტული სახლის წესების გარდა სხვა რაღაცებიც არსებობს. ანუ მშობლებისთვის რაღაც მომენტში კარგია, რომ მაქსიმალურად გასაგები გავხადოთ, რომ მრავალფეროვანი მნიშვნელოვანი. მე მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო кейსი, როდესაც ერთმა მშობლმა გთხოვა, რომ სკოლის მენიუდან ამოგვიღო ქარის соуს. ეს ქარის соуს ცოტა ეს პრეტენზიული соуსია და ყველას არ უყვარს, მაგრამ ჩვენი პასუხი იყო, რომ შეგვიძლია, რომ იმ კონკრეტულ მოსწავლეს არ შევთავაზოთ მაგალითად ქარის соуსი, ან მაგალითად თუ ქარის соуს არ მithქვევს, იქნება სახლიდან წამოიღოს რაღაცა ისეთი კონკრეტული, რომელსაც მიაყოლებს. ხო, ანუ მშობლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მოხდება ძალიან ბევრ გარემოში, სადაც სხვადასხვა კერძები დახვდება, შეიძლება სხვა ქვეყანაში იმოგზაუროს და ქცევითი პატერნის განვითარება უფრო მნიშვნელოვანია მან, რომ რაღაცა ეგ მიმართულება ჩამოუყალიბოს, როგორც ქცევა, რომ უარი არ თქვას, მინიმუმ გასინჯოს. ეხლა ბაღში გვაქვს ხოლმე, რომ ენა დაადოს, დასუნოს ასე შემდეგ და ალბათ მშობლებისთვის მაგის თქმა, რომ მრავალფეროვანი გარემო უმნიშვნელოვანესია, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? გაცნობა, რეალურად ყველაფერი მრავალფეროვანი, ხო? რაც უფრო სხვადასხვანაირ გარემოში მოხდება ბავშვი, რაც უფრო ბევრ რამეს ნახავს, მითვისაც უფრო საინტერესო ხდება ამ ყველაფერს აღმოჩენა და საკვებს აქვს ამ ყველაფერში უდიდესი როლი, თუნდაც ის რომ რაღაცა გასინჯოს, დაფიქრდეს, მიხვდეს და დაფიქსიროს, რომ ოკეი, ეს რაღაცები მომწონს, მაგრამ ეს კონკრეტული არ მომწონს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ბავშვისთვის, რომ შეიძლება ის რაღაცა კონკრეტული არ ჭამოს, მაგრამ სხვა რაღაცები მისთვის მისაღები იყოს. ყველაზე ხშირი, ესე ვთქვათ, გულის ტკივილი ალბათ მაინც ტკბილეული არის, თუმცა შევეხოთ ამ თემას. ხა ჩვენ სკოლაში ესეთი მიდგომა გვაქვს, რომ თავიდან არ გქონდა, ბავშვებს მოქონდა ტკბილეული, ასე შემდეგ. მე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ესეთი ძიმე ჩანთებით მოდიოდნენ. მეგონა რომ ამ ჩანთებში ელაგა წიგნები და თურმე ელაგა ტკბილეული. ჩემი თვალით რო აღმოვაჩინე ერთხელ რომ 15 წელი შოკოლადის ფილაედო ერთვარს. ჩანთაში მე გადავწყვიტეთ, რომ მშობლებისთვის გვეთქვა, რომ იცი რა, ჩვენ შევთავაზებთ საკმარისი რაოდენობის ტკბილეულს, ან ჩვენ მენიუში შევიტანთ და ისეთ შეტანილი გქონდა რაღაცა კონკრეტული რაოდენობის ტკბილეული.
ამის პარალელურად აკრძალვებში აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ აკრძალვა არ არის გრძელვადიანი შედეგის მომტანი. უბრალოდ მოდი შევთანხმდეთ, რომ თქვენ არ მოიტანთ სახლიან ტკბილობას, ჩვენ შევთავაზებთ. სხვადასხვა ნელ-ნელა მტკივნეული იყო ეს პროცესი, მაგრამ რაღაცნაირად მივედით, რომ საუკეთესო სცენარამდე. თქვენთან ალბათ ძალიან ხშირია მომართვა, მაგალითად ტკბილის გარდა არაფერს არჭერთ ასე შემდეგ. რა შეიძლება მანდ იყოს ახლა მე მესმის აბსოლუტურად, რომ სპეციალისტებს ამ კითხვას რო უსვამენ, შეიძლება არ სიამოვნებდეთ, მაგრამ რა არის თქვენი ყველაზე მეტად ხშირად გამოყენებული რჩევა მაგ მიმართულებით, რომ აი რა რითი ჩავანაცვლოთ მაშინ, ხო? აი პირველ რიგში ეს ამბავი ხშირად იწყება იქიდან, რომ სახლში აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ტკბილეული და მუდმივად მშობლები ამ ყოველფრით, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობის ნაწილია, ისე არ არის, რაღაც დესერტად პატარა იყოს, თავარკვებადაც ხშირად არის. ამიტომ ბავშვს რაღაც ისცვლება, ეს ვთქვათ, რაღაც ვურჩიოთ, ან რაღაც ერთხელ შევცვალო. მე არ შევცვალო, ჩემს პრაქტიკაში. არანაირად არ გამოვა, თუ ამას არ გავაკეთებთ. ამიტომ ყოველთვის ასევე ვურჩევ ხოლმე, რომ თუნდაც ის რაღაც ტკბილეული რაც გვინდა, მოდი ვცადოთ რაღაცის სახლში მომზადება. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება შაქარიც იყოს გამოყენებული, მაგრამ ბევრად უფრო კონტროლირებადი მაინცაა, რა რაოდენობით გამოვიყენებთ და რა ინგრედიენტებს გამოვიყენებთ. ზოგადად ბავშვებს ძალიან უყვართ ნებისმიერ პროცესში ჩართვა, აღმოჩენა, რაც ხშირად მათ გარეშე ხდება. მაგალითად, თუ დავგეგმავთ, რომ მოდი რაღაც ორცხობილები მომზადოთ, ჯანსაღი ვერსია სახლში, წავიდეთ მაღაზიაში ერთად ვიყიდოთ, რაღაც პროდუქტები გავურეცხოთ. ეს პროცესი გავიაროთ, ესე რომ. კი, თვითონ აი უდიდესი სიამოვნებით, ეს თქვათ, ურევენ ყველა ინგრედიენტს ერთმანეთს, აცხობენ და ისე მოწონთ ეს პროცესი, რომ აი ხშირად აი ეს დამეგობრება, თუნდაც ბროკოლი იქნება თუ სხვა პროდუქტი აქედან იწყება. ამიტომ ჯანსაღი ყვებისთვის და ტკბილეულისთვის განსაკუთრებით შემცირების პირველი სტრატეგია არის, რომ ეს ყველაფერი ბავშვს ავუხსნათ, რომ ბევრი შაქარი რაზე მოქმედებს, როგორ მოქმედებს, ის კი არა ჩვენ ჩვენთვის ვიცოდეთ, რატო არის ცუდი. რეალურად ველაპარაკოთ და გარდა ამისა შევთავაზოთ, რომ მოდი თუნდაც ჩობილმა უთხრას, რომ მეც მეწუხებს ეს გამოწვევა, მოდი ერთად წავიდეთ და შევცვალოთ, მომზადოთ რაღაც სახლში, აი ეს პატარ-პატარა ნაბიჯები ნდობას აყალიბებს თან ის კი არა რომ ბავშვი თუნდაც სადმე მოხვდება და დიდი რაოდენობით ჩუმად შეჭამს. აკრძალვებს სადამდეც მიუყვანია ეს ყველაფერი ხშირად ძალიან ისე მყავს ხოლმე ვთქვათ სტუდენტები, რომლებიც ახალი წასულები არიან საზღვარგარეთ და როგორც კი მარტო აღმოჩნდებიან, იქ იწყება ყველაფრის ჭამა ერთდროულად. ამიტომ ხშირად მე თვითონ ძალიან აწუხებთ ეს ყველაფერი და ნელ-ნელა მუშაობთ, იმიტომ რომ რაღაც უცებ კონტროლის ზონიდან გახვედი გეგმება და ყველაფერი შეგიძლია. რაღაც აღარ გიყურებს, მაცივარს კართან აღარავინ გელოდა. რასაც გინდა იმას გააკეთე. მაგრამ გარდა ამისა, ზოგადად მშობლების მიმღებლობა, რომ რაღაცეებზე უნდა ერთად ვიმუშაოთ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთ სკოლაში იყო ესეთი შემთხვევა, რომ თვითონ მშობელმა გააპროტესტა ის, რომ გაზიანი სასმელი აკრძალული იყო სკოლაში, იმის გამო, რომ ამის გარეშე ბავშვი არაფერს არ ჭამდა. ქართულ სკოლაში ხდებოდა ეხა ეს, არ დავასახელებ სახელს. და ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, ძალიან ითხოვდა ამ ყველაფრის დაბრუნებას, იმიტომ რომ მას ადარდებოდა. გაზიანი სასმელი დაბრუნებული იყო სკოლის მენიუში. სკოლა იღებდა გადაწყვეტილებას, რომ მთლიანად საერთოდ არ ყოფილიყო არანაირი გაზიანი სასმელი გაყიდვაში და ითხოვდა ამის დაბრუნებას, იმიტომ რომ სხვანაირად მისი შვილი უბრალოდ არაფერს არ ჭამდა. ბავშვი რო იბადება, შეუძლებელია რომ ესეთი ჩოვა ქონდეს თავიდან, ხო? სავარაუდოდ სახლში მუდმივად ამას ხედავს, ის გაზიანი სასმელი. ისე კულტურული გამოცდილების შედეგი. მუდმივად, ხო, სახლში არის, აქედან გამომდინარე, მშობლობის ასევე ის გააზრება, რომ უკვე ბავშვი პირველი მშობელს უყურებს და როლ მოდელია და ჩვენს მოგვიწევს რაღაცების ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანი. არაფერი არ გამოდის იმის გარეშე. ზოგადად დიეტა, ეს სიტყვა რამდენად სწორია გამოვიყენოთ ბავშვთან მიმართებაში და შემდეგ პირობითად თუ საჭირო ან რაღაცა სამედიცინო ჩარევა არის საჭირო და ამ მიმართულებით არის მუშაობა საჭირო, რომელ ასაკობრივი კატეგორიიდან უნდა დაიწყოს მაგალითად, ან საერთოდ უნდა დაიწყოს თუ არა, როდის უნდა მიმართოს სპეციალისტს, მოკლედ მშობელმა მაინტერესებს, როდის უნდა იყოს რაღაც ეს წითელი ხაზი, საგანგაშო ნიშანი, რომ ოკეი, ეხლა მე რაღაცა დახმარება მჭირდება, თუ მივედით მაგამდე. საერთოდ დაბადებიდან მუდმივად პედიატრი ყველა ბავშვს ყავს, ეს უნდა ყავდეს, რომელიც დაბადებიდან მიყვება. და სხვა ეტაპზე ყოველთვის რეკომენდაციებს აძლევს და შემდეგ უკვე კვებაზეც ვრცელდება ეს ყველაფერი.
თუ ეს საკმარისი არ არის, ან თქვათ კონკრეტულად პედიატრს არ აქვს საკმარისი კომპეტენცია, ცალკე არსებობენ რეალურად მაგალითად ნუტრიციოლოგები, რომელიც შეიძლება ამ სფეროში თქვათ შემოდიოდეს. ასევე რა თქმა უნდა შემიძლია ვთქვა, რომ ინტერნეტში არის ხოლმე მართლა ზღვა მასალა, უამრავი კარგი რჩევით, თუმცა აქვე დავამატებ იმას, რომ პირველ რიგში უნდა გადავამოწმოთ წყარო, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაღაც შექმნას, დაწეროს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან სანდო ან კარგია და ასევე ერთი დიდი გამოწვევა რაც არის ხოლმე ბევრი რამე არის თქვათ ინგლისურ ენაზე, რომელიც შეიძლება ფანტასტიკურად ესმოდეს შობელს, უბრალოდ ქართულ კერძებზე არ იყოს კონკრეტული კვება მორგებული, ხო, ეხლა რაღაცა მანგო და რაღაც პროდუქტები შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ყოველდღიურობაში საქართველოში ძალიან რთული გამოსაყენებელი იქნება. ამიტომ პირველ რიგში მშობლის დაკვირვება როგორ იმატებს ბავშვი წონაში, როგორ იცვლება ეს ყველაფერი რეგულარული ვიზიტი პედიატრთან, რომელიც მუდმივად ამოწმობს ასევე ფიზიოლოგიურ და ასევე გონებრივ განვითარებასაც და მუდმივი ჩართულობა პროცესში ამ მშობლის აგვარიდებს თავიდან იმას, რომ გამოგვეპაროს თუნდაც თუ რამე დეფიციტი არის, მთავარია ეს ყველაფერი დროულად აღმოაჩინოთ, მიუხედავად თუ იქნება თქვათ კვების ცვლილება საჭირო, ან კონკრეტულად რაღაც კვებაზე აქცენტი, ან სხვა ტიპის დამატების განხილვა, აი ამ დაკვირვებას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდამდე ბავშვს თვითონ რო რაღაც აღნიშნოს თუ რაღაც ისე არ მიდის, შეიძლება ამის უნარი არ ქონდეს. ანუ დავიწყო დიეტა, მაგალითად დავაწყებინო ჩემს შვილს და ისე რომ მისი რაღაცა ბიოქიმიური პროცესები არ მქონდეს გამოკლეული, არასწორია ბუნებრივი ან ანალიზი პირობითად. ნამდვილად და მუდმივად სპეციალისტი უნდა იყოს ამ ყველაფერში ჩართული, ვიდრე რაღაც თვითნებური ეგრეთ წოდებული დიეტები, რომელიც თვითონ სახელიც ბევრისთვის და ან შეიძლება წყაროც ვნახე მაგალითად, ეხლა ცოტა იმაში რო ჩავდგე რაღაც შობლის, შეიძლება წყაროც ვნახე მაგალითად და საკმაოდ სანდო წყარო არის და ასე შემდეგ, ანუ ამის პარალელურად მაინც უნდა გავიარო ეს გზა, რომ რაღაცნაირად დავიწყო ეს პროცესი. თუ შეიძლება რომ სანდო ძალიან კარგი უცხოური თქვათ ასოციაციების, საზოგადოების, თქვათ ცენტრების არსებობს, მაგრამ ერთი რამე უნდა გამოგვრჩოს, რომ ის ყველაფერი არის ზოგადი რეკომენდაციები, ინდივიდუალური მიდგომა, რაც ამ დროში ყველაზე ღირებული რამ არის მხოლოდ ინდივიდუალური მახასიათებლების, ანალიზების, შედეგების გათვალისწინებით. ამიტომ მსგავსი ტიპის რეკომენდაციები ყოველთვის არის ზოგადი. აი მაგალითად ზოგადად აუცილებლად ვიცით და ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ რკინით მდიდარი კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, იმიტომ რომ ზოგადად რკინა-დეფიციტური ანემია არის ნომერ პირველი დეფიციტი თელ მსოფლიოში. და ბავშვები და ქალები არიან ყველაზე დიდ რისკ ჯგუფში. აქედან გამომდინარე, ბავშვს მუდმივად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ანალიზით გადავაკონტროლოთ ეს ყველაფერი და ზოგადად პრევენციული მედიცინა ამ საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა, რომ ყველაფერი გავიგოთ მანამდე, სანამ ბევრად რთულ ფორმას მიიღებს და მივხედოთ და თუ საერთოდ არაფერი არ არის, უბრალოდ ვიცოდეთ, რომ შვიდად უნდა მივყვეთ ამ პროცესს. ხშირად მაგალითად ჩვენ აღმოგვიჩენია სასწავლო პროცესში, ჩვენ ზოგადად უსაფრთხოებას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ და არსებობს რამოდენიმე მიმართულება. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის უგულებელყოფა, ნებით თუ უნებლიეთ, ხო? და ხშირად აღმოგვიჩენია, რომ ბავშვი, რომელსაც საუზმე არ აქვს, რეალურად უგულებელყოფის ხერხი შეიძლება იყოს პირობითად. ეს შეიძლება იყოს არც მშობლის მოუწილობის ბრალია, შეიძლება იყოს მშობლის არასწორი წარმოდგენის ბრალია, ოკეი, საუზმეს არ აუშავს ან რაღაცა. ხშირ შემთხვევაში ქცევითი თავისებურებებით და ესე რომ ვთქვათ, დახასიათებული ბავშვების მთავარი გამღიზიანებელი კვება არის, ხო? ანუ უცებ ნახავთ, რომ ბავშვი ძალიან რთულ ქცევას გამოვლენს და მთავარი საფუძველი არის, რომ შიერია მაგალითად. მაგ მიმართულებით რამდენად ხშირად გაქვთ, ანუ რამდენად ხშირად მიდიხართ მაგ დასკვნამდე, რომ ქცევითი მაგალითად სირთულეები ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ საჭვლისგან იყოს გამოწვეული და არანაირი სპეცსაჭიროებიდან მაგალითად არის. უბრალოდ ბავშვს ჭირდება რაღაცა შესაბამისი ტიპის კვება. ძალიან ხშირად არის ზუსტად ეს გაღიზიანების თემა დასრულებში დროულად ადამიანის ხშია, სავარაუდოდ საკმაოდ ისეთი ბრაზიადი იქნება უფრო ასევე კონცენტრაციის ნაკლებობა ან მოდუნება ძალიან ხშირი მიზეზია ზუსტად კვების ნაკლებობა ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა მშობელს უამრავი საზრუნავი აქვს ბავშვთან მიმართებაში, ხინკლის მაგალითი რაც იყო, მშობელმა იქნებ როგორი რთული დილა ჰქონდა და ვერ ეხრეხებდა და კარგი გამოსავალი მოიფიქრა ამ შემთხვევაში, ყოველდღე არ მგონია მსგავსი ტიპის საუზმე ყოფილიყო. ამიტომ
თუ ესეთი რამე ხშირად მეორდება, ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ, რომ სკოლამ ბავშვს და რა თქმა უნდა პირველ რიგში მშობელს შეატყობინოს, რომ რაღაც ცვლილება გვჭირდება, იმიტომ რომ ბავშვი კონცენტრაციას, ასე განვითარების უნარებს აუცილებლად რაღაც დააკლდება დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვმა ეს ყველაფერი თვითონ არ აღანიშნოს. თქვენ რატო აირჩიეთ ნუტრიციოლოგია? ზოგადად არ საქართველოში არ გვყავს, ანუ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სპეციალისტი არ გვყავს და წეღანოს ვთქვით, რომ ზოგადად ახალია. თქვენ რატო აირჩიეთ? რატო არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? რა მიგიყვანათ მაგამდე? ჩემთვის რეალურად საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ყვება სკოლის პერიოდში, თინეიჯერობის პერიოდში, სადაც უამრავი არც ეს ასიამოვნო ექსპერიმენტიც ჩამიტარებია ჩემ თავზე, რომელსაც ეხლა რო ვფიქრობ, არანაირად არ ვისურვებდი, რომ სხვამ გაიმეოროს. და ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობი თურმე შეიძლება გახდეს ჩემი პროფესია, იმიტომ რომ ჩემ თავზე ვნახე მაგალითი, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს ყვებას ადამიანზე, განსაკუთრებით თინეიჯერებზე, იმიტომ რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებში ეს ნაკლებად არის, მაგრამ ყვებითი აშლობის ნიშნები, ასევე რისკები ძალიან იზრდება განსაკუთრებით თინეიჯერებში, გოგოებში. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი გარემო მქონდა და ჩემმა მშობლებმა იზრუნეს და მუდმივად ყოველდღიურად ეხლაც ზრუნავენ იმაზე, რომ გარემო ძალიან კარგი მქონოდა ყვების კუთხის სახლში და ზუსტად ამ დროს ვირჩევდი პროფესიას. საქართველოში ცალკე რეალურად პროფესიად ეს ყველაფერი არ არსებობს. სამწუხაროდ და ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვირიანი თუ თვიანი კურსი შემოიფარგლება, რაც როგორც მეცნიერებად საერთოდ ამის აღქმა ნამდვილად ვერ ხდება და ზუსტად თქვენთან რა ვარ როგორც ბრიტანული ერთ-ერთი ძალიან ჩემი ვფიქრობ მეორე ქვეყნის დამსახურებით, იქ გავიარე ბაკალავრი, შემდეგ უკვე დოქტორანტურა და ზუსტად გავხდი ბრიტანეთის ასოცირებული ნუტრიციოლოგი და შემდეგ უკვე მათი ნუტრიციოლოგიის მეცნიერების დოქტორი. ყველაზე ესეთი ფაქტი, რამაც შეცვალა რაღაცა თქვენი ახლა მაგ მიმართულებიდან ყველაზე დიდი წარმატება მაგ ნაწილში რა გქონიათ მაგალითად, ანუ ესეთ кейსი, რომელსაც ძალიან წარმატებით ემუშავეთ და რაღაცა ცვლილება, რომელიც ძალიან გახსოვთ. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებსაც აი ვთქვათ, დეპრესიისკენ აქვთ მიდრეკილება ან დეპრესია, პირველ რიგში ეს მახსენდება, რომ წარმოუდგენელი გავლენა შესაძლოა იქონიოს ყვების ცვლებამ ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ თუნდაც ეს ბევრი რაღაცა მასტიმულირებელი რამე ცხოვრებაში, რაც ისეაც არის ამ რეჟიმში, მაგრამ ყვებასთან მიმართებაში იგივე დიდი რაოდენობით კოფეინი, დიდი რაოდენობით შაქარი, დიდი რაოდენობით ფასტ-ფუდი და მსგავსი ტიპის უცებრო მარგუცალია და ეგეთი ყვება ნელ-ნელა ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზეც ფიზიკურზე რომ არაფერი აღარ ვთქვა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყვებას შეუძლია როგორც დაგვეხმაროს ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ასევე ძალიან შეამციროს. ამიტომ იმდენად დიდი რაღაცნაირი мотиваცია ყოველთვის ჩემთვის იყო და ეხლაც მუდმივად არის, როდესაც აი ამ შედეგებს ხედავ. ნიშნავენ ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში. გარდასახვა ეს არის. ვფიქრობ, ნებისმიერი სფეროს კონკრეტული რაღაც პროფესიონალისტვის ყველაზე დიდი мотиваცია და ასევე ცალკე აუცილებლად გამოყოფდი ზუსტად ამ თემაზე ვარ ბავშვებს. როგორ იცვლება ბავშვის აღქმა ყვებასთან მიმართებაში, როდესაც ერთად მუშაობთ, ხშირ შემთხვევაში მე მშობელი და ბავშვი ერთად მუშაობთ ხოლმე. სწორი ინსტრუქციებით, სწორი ახსნით. და როგორი ბედნიერია ბავშვი, როდესაც სხვა სტრუქტურის, საკვებს, ასევე მომზადების პროცესს აღმოჩენების აი დაუსრულებელი პროცესია და გიჟდებიან ხოლმე ბავშვები ამაზე. ეს ყველაფერი აუცილებლად ვიტყოდი, დაიწყო იმით, რომ ჩემმა დიშულმა, რომელიც მე როცა დავიწყე ამ პროფესიაში, ეს თქვა ძალიან პირველ წლებში ყოფნა, იყო თუ ვერ ვწდები დაახლოებით 3-4 წლის დამარქვა საჭმელების ექიმი. მაგარი სახელი. და დღემდე ეს სახელი ყველაზე ძალიან ხიბლობს, ვიდრე ნუტრიციოლოგი. კი და მისთვის ბავშვების ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად გასაგები იქნება. თვითონ მოიფიქრე, ყველაზე კარგი სახელი დამარქვა და რეალურად მისთვის იმდენად სამაყო იყო, რომ რაღაცა ფეხბურთიდან მოდიოდა და იქ მიყვებოდა, რომ ნახე რა კარგი კუნთები მაქვს, იმიტომ რომ დღეს ბევრი ცილაც ვჭამე, ისეც ვჭამე, მაგრამ მუდმივად რა თქმა უნდა იმასაც ვლაპარაკობდით, რომ ის ჩვენი საყვარელი საკვებიც, თუნდაც შოკოლადი, რომელიც მეც ძალიან მიყვარს, შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყოველფრის ნაწილი, ოღონდ ქონდა თავისი ადგილი. მაგრამ დღემდე ვგიჟდები, ისე გვიყვარს ერთად რაღაცების გამოცხობა და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი мотиваტორი არის, რაც აი ბავშვებთან მიმართებაში გაძლევს
არ ვიცი, უამრავ შესაძლებლობას, რომ ბავშვის ჯანმრთელობას ძალიან დიდი საფუძველი ჩაუყარო. ერთად რაღაცების გამოცხობა თქვით და არ შევხედოთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, food art-ი რა. ანუ food art-ი მაგალითად რა როლს თამაშობს? რამდენად გვეხმარება ზოგადად პრობლემის მოგვარებაში? ხა ჩვენ მაგალითად ბაღში ხშირად გამოგვიყენებია, ქონია მაგალითად კულინარის გაკვეთილები, მახსოვს 2 დღის წინ რაღაცა პიცები გამოვაცხეთ, მაგალითად სხვა ფორმები მივეცით, მაგრამ რეალურად პრობლემის მოგვარებაში ისევ ფიქი ითერებს, რომ დაუბრუნდეთ. მაგას აქვს თუ არა გავლენა? იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება ყურდღელი ჩემი საყვარელი ცხოველი არის და საერთოდ არ მომინდეს იმისთვის ყურის მოჭმა ან რაღაცა მოტეხვა პირობითად. რამდენად მნიშვნელოვანია რომ მაგის დანიშნულება კარგად გავაკეთოთ. რადგან ერთი მხრივ ნამდვილად პოზიტიური რაღაც ქმედება არის, იმიტომ რომ რაღაცა ერთობლივი, რაღაცა სოციალური, ესე რომ თაც წრე შეიკრას თუნდაც ბავშვებს შორის, თუნდაც მშობლებს და ბავშვებს შორის, მეორე მხრივ რამდენად კარგი დანიშნულება აქვს, ანუ უფრო თქმედითი. საერთოდ ძალიან თერაპიულია ეს ყველაფერი, პირველი შეგვიძლია აქედან დავიწყოთ და რაც წეგან ვახსენეთ, სხვადასხვა კულტურას და სხვადასხვა ნაწილის გაცნობას უკავშირდება. თუნდაც პიცები შეიძლება რაღაცა იტალიის დღესადმი მიძღვნილი რაღაც დღე იყოს, თუნდაც ისტორიაში რაღაცა სწავლობდნენ, ან რაღაცა ხელოვნების გაკვეთილი იყოს და ის ნაწილიც გაიცნონ ამ ყველაფრით. ფიქი ითერებს ძალიან ეხმარება, იმიტომ რომ იმ საკვებს იცნობს სხვა ფორმით, რაღაცნაირად თამაშობენ შეიძლება, ნუ საკვების სათამაშო არ არის ამ ფრაზას ხშირად იყენებენ, მაგრამ ის თამაში იმ წუთას ბავშვთვის არის აღმოჩენების პროცესი, ანუ თამაში ხდება ყველაფერი აბსოლუტურად. ამიტომ აი ეს აღმოჩენების პროცესი არის დაუსრულებელი და მუდმივად უნდა იყოს რაღაცნაირად ძალიან დიდი ხელშეწყობა სკოლისგანაც, მშობლისგანაც. კეთახობით. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, ნამდვილად საინტერესო საუბარი გამოგვიდა. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ პრაქტიკულ რჩევას მიიღებენ მშობლები და არა მხოლოდ მშობლები, ზოგადად საზოგადოება ჩვენი საუბრით. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ჩვენს მაყურებლებს შევახსენებთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი მეტი საინტერესო პოდკასტისთვის. მადლობა დროებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა.